ოჯახი რეკავს. თოდა მაგარი მატარებელია. საერთაშორისო საძინებელი ვაგონებით. მაგრამ მე ეს ყველაფერს ფეხებზე დავიკიდე და ჩემთვის გავაბოლე. სიგარეტი რომელიც არასოდეს არ აქვს. ყველი. მას კიდევ უნდოდა და შენ მეტი არ აქვს. პისუაში ის თითქოს ასე მოხვდა პერონზეო, შენ მერე მოგივიდა აზრად თავში. მოკლედ აგიმუშავდა ფანტაზია და შეთზე ზღაპარ. გასართობად. როგორ დაცოცავს? ნების საფუძველზე. იგი არ იწევს ყუჭ-ნაწლავის აშლილობაზე იაფი იყო იქ არსებულ კონსერვებს შორის. რატომ არ ჭა? ჩემი მე მართლა მოგწევ. რაზეა? რაზე? ბირის გირას მართლა მოგწევ. არა, საჭირო არ მე. მომეცი მეთქია. არა. ეთოში მოგწევ გერბიძები. მომეცი ახლა. რა? ნერვიულო. ანდრეებში შემიძლია რომ მოგწევ. ეს კიდე არ მოგწევ. ექსაი. აი თითსაც არ გავანძრე. აი საჭმელსაც კი იქ მოვატანინე. ოჯახის უფროსი დაბრუნდა საზღვარგარეთიდან. ახლა ერთი წელი არ მეყოფა, მაგრამ მოვჩები თუ არა. შევავში და ვიცხოვრი. შენ სახლს. ალბათ. გაუბრუნდეს. მასწავლო მამათ ენასა. დაუბრუნდები. მოდის აპირებ დაბრუნებას, როცა მომინდება მაშინ დაბრუნდები. აი ცოტა ხანს კიდე დავჭირ. ცოტა ფულს კიდე ვიშოვია მე დავახვევა კეთა. მე ჩამოიხო. და იმიტომ. ხოდა იცოდე ეგ ფული ჩემია. დასაშენებელი ფული მით უმეტეს რომ ეს საერთოდ არ არის ძნელი, უმეტარესი უფლება ყველა თავისუფალი ადამიანის. უკანასკნელი მტკიცებულება მისი ნამდვილი თავისუფლების შენი ბოლო სიტყვა. რა ბოლო და ოჯახი დაგავიწყე. ეხლა დავწყებო. აბა მერე ჩემმა მტერმა დაწერა ისე შენ რომ დაწერა. და თავი რომ შეყოფილი. შვილებო ცაში რა მინდა ცაში? საძახვა. მაგარი ხარ. აი განათლებული კაცი